ეხლა თუ ეს სიმართლეა, ეს შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი გარღვევა ღაზაში ოქტომბრის ზავის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი მშვიდობის საბჭო შეთანხმდა ჰამასთან, რის შედეგადაც ტერორისტული ჯგუფი სრულად განიარაღდება. სამოქალაქო და უსაფრთხოების კონტროლს გადასცემს ახალ ტექნოკრატიულ პალესტინურ მთავრობას და მისცემს საშუალებას, რომ იარაღი 200-გან 250 დღემდე პერიოდში გამოყენებიდან ამოიღონ. ეხლა ეგვიპტემ, ყატარმა და თურქეთმა გავრცელებული ინფორმაციით ჰამასზე დიდი ზეწოლა მოახდინეს, რომ ჰამასი ამ ეტაპამდე მისულიყო, რამდენიმე თვიანი, როგორც ამბობენ, დელიკატური მოლაპარაკებების შემდეგ. მაგრამ ტრამპის მიერ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, ხუთშაბათს, უკვე გამოჩნდა ბზარები. ჰამასის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისინი განიარაღებისკენ არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამენ, სანამ ისრაელი პირველმა არ გაიყვანს ჯარს. ისრაელმა კი მხისიერად უპასუხა და განაცხადა, რომ არანაირი ჯარის გაყვანა არ იქნება ნამდვილი განიარაღების გარეშე. და სამხრეთ ისრაელის მცხოვრებლები სკეპტიკურად უყურებენ მთელ ამ შეთანხმებას. იცით, როცა ტერორისტები გვპირდებიან, რომ მკვლელობას შეწყვეტენ. მაგრამ თითქმის ერთადერთი საკითხი. მათი რწმენის მთავარი საკითხი მსოფლიოში ერთადერთი ებრაული ქვეყნის განადგურება. ეს არის ერთგვარი ტყუილი, რომელსაც საკუთარ თავს ეუბნები, რომ ღამით უკეთესად დაიძინო. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება შედგება, რადგან არ გვჯერა, რომ ჰამასი ამას გააკეთებს. ისინი იტყუებიან, მათ არ უნდათ, რომ უნდათ გააგრძელონ ჩვენი მოკლა, რაც შეიძლება მალე. ეხლა ჩვენთან ერთადაა აჰმედ ფუად ალ-ხატიბი, ღაზელი მწერალი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, რომელიც ვაშინგტონიდან, კოლუმბიის ოლქიდან გვერდდება. ის თავადაც ღაზელია. თქვენ ნამდვილად აფიქსირებდით და ესაუბრებოდით ადგილობრივებს ადგილზე ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში. სანამ გადავიდოდეთ იმაზე, რამეს გამოიღებს თუ არა ეს შეთანხმება, აგვიხსენით, რას მოიცავს იგი რეალურად. კარგია, რომ ისევ თქვენთან ვარ, პირდაპირ ეთერში ჩართვამდე ვნახე ალ-არაბია TV-ს რეპორტაჟი, სადაც იუწყებიან, რომ პალესტინურმა ისლამურმა ჯიჰადმაც თითქოს დათანხმდა ამ ეტაპობრივ განიარაღების შეთანხმებას. რაც რეალურად ერთადერთი გზაა, რომ ეს შეთანხმება იმუშაოს. ჰამას ვერ ექნება და სხვა დაჯგუფებებსაც. გააგრძელონ იარაღის შენარჩუნება. მაგრამ აქ თავარი იდეაა, რომ განხორციელება დამოკიდებული იქნება შედეგებზე. როგორც ნიკოლაი მლადენოვმა, მშვიდობის საბჭოს კომისარმა თქვა, ისრაელის გასვლა მოხდება განიარაღებასთან ერთად. ეს არის ერთი გზა, რითაც ჰამასი დათანხმდა ამას, მაგრამ ასევე ერთი გზა, რითაც ყველაფერი შეიძლება ჩაიშალოს. ჰამასი დაიწყებს თავისი ეგრეთ წოდებული მძიმე იარაღის გადაცემით. ეხლა ეს ტერმინი შეიძლება ბოლის ფარდა იყოს იმ გაგებით, რომ ჰამას რეალურად ბევრი მძიმე იარაღი არ აქვს. როგორიცაა რაკეტები, ნავთმთხორცნები ან RPG-ები, მაგრამ მძიმე იარაღის კლასიფიკაცია მოიცავს გვირაბებსაც. ესე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პირველ ფაზაში ეს ყველაფერი დეტალურად იყო ნაჩვენები რუკებზე, შემდეგი ფაზები კი მოიცავდა მსჯელობას მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღების, მაგალითად AK-47-ისა და ხელის იარაღების ლიცენზირებაზე. და ამ ყველაფერს მართავდა ახალი ტექნოკრატიული კომიტეტი, NCCAG, ანუ ღაზის ადმინისტრირების ეროვნული კომიტეტი. თავარი საკითხი, რაც აქ უნდა გამოყოთ, არის განიარაღების განხორციელება. და ვფიქრობ, რომ ტექნიკურ დეტალებში ჩაუღრმავებლად, სწორედ აქ შეიძლება საქმეები არასწორად წავიდეს. ჩვენ საუბრობთ ახალ პოლიციის ძალაზე, რომელსაც ენკაგი ტექნოკრატები ეგვიპტიდან და იორდანიიდან ჩამოიყვანენ და საერთაშორისო სტაბილიზაციის იმ ძალაზე, რომელიც უნდა შემოვიდეს. სწორედ ამიტომ ამ ყველაფრის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდება. და სწორედ ეს იქნება მთავარი გამოწვევა. შეძლებენ კი ისინი მართლა მიაღწიონ იმ ეტაპს, რომ მათი ახალი შესვლა ღაზაში, შეძლებენ კი ისინი ჰამასის განიარაღებას იმ სტანდარტებით, რასაც ისრაელი ითხოვს. ზუსტად ესეა და მინდა ამაზე ვისაუბრო. ჰამასის თანხმობა პრინციპში განიარაღებაზე და მმართველობის უფლებების დათმობაზე ქაღალდზე მართლაც განსაკუთრებულია, მაგრამ ორგანიზაცია გადარჩა. იცი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 7 ოქტომბრის შემდეგ ძალიან სერიოზული ისრაელის დაბომბვების ქვეშ.
ცეცხლის შეწყვეტა, რომლის დარღვევასაც კვლავ ხედავთ, შეიძლება ითქვას ორივე მხრიდან. რა აიძულებს ამას ამჯერად მართლაც შეასრულოს შეთანხმება, როცა მას აქვს ყველა мотиваცია, რომ არ გააკეთოს ეს. რა შეიცვალა რეალურად აქ, ადგილზე? რაც არ შეცვლილა, ეს არის ჰამასის იდეოლოგია. ეს არ გავს PLO-ს 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა მათ ფუნდამენტურად თქვეს, რომ უარს ამბობდნენ შეიარაღებულ ბრძოლაზე და არჩევდნენ პოლიტიკურ პროცესს ან მოლაპარაკებებს. ჰამასი ამას აკეთებს, იმიტომ რომ მას ფაქტობრივად აიძულებენ მრავალი ფაქტორი, მათ შორის მისი რეგიონული პარტნიორების, ისლამური რესპუბლიკა ირანისა და ჰეზბოლას დასუსტება. ისინი თითქოს უკან იხევენ. ჰამას აღარ შეუძლია კონტრაბანდით იარაღის შეტანა, მას აღარ შეუძლია თავისი არსენალის შევსება. ჰამასი ღრმად სულთ და ეზიზღებად თავად ხაზაში და ვისურვები, რომ უფრო მეტ ისრაელს და ისრაელის მხარდამჭერებს ეს რეალურად გაეთვალისწინებინათ. თუ რამდენად ღრმად სულთ ჰამასი ღაზაში, მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ ჯერ კიდევ აქვს მცირე მხარდაჭერა. უკვე თითქმის 10 თვეა, რაც ისრაელის სამხედრო დარტყმებმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაანადგურა აზედინ ალ-ჰადადი და ჰამასის რიგებში დარჩენილი ყველაზე ცნობილი ფიგურები. მათი საშუალო რგოლის ბევრი მეთაური, რომლებსაც ეს გამოფიტვის ომი ათარმოებდნენ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ასე რომ ჯგუფი მართლაც საშინელ მდგომარეობაშია, მათ შორის ფინანსურადაც. ვისმენთ ამბებს რეკრუტირებაზე, მაგრამ მათ ძალიან ცოტა ფული აქვთ, რომ შეძლონ რეკრუტების გადახდა. ასე რომ როგორც არ უნდა შეხედო, ჰამასი ვერ შეძლებს ღაზაზე მართლობის, მართვისა და კონტროლის შენარჩუნებას. როგორც მართლობისა და პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო თვალსაზრისითაც. იმ მასშტაბით, რაც თითქმის 200 წლეულია გრძელდება და სწორედ ამიტომ აიძულებენ მათ ამ შეთანხმებაზე წასვლას. საინტერესოა. იცით, კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბრო იმაზე, რა მოხდებოდა თუ ჰამასი მართლაც განაიარაღდებოდა და ძალაუფლებას გადასცემდა. საბოლოოდ, როგორ ფიქრობთ, რა შეავსებს ვაკუუმს ღაზის სექტორში ამ ეტაპზე? რეალისტურად რომ ვთქვათ, ხომ იცით, ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იყო აშკარად. ამერიკის შეერთებული შტატების ეს მთავარი გეგმა, მაგრამ არსებობს თუ არა რეალისტური სცენარი, სადაც გარდამავალი პერიოდი არ გადაიქცევა ქაოსის რომელიმე ფორმად. ეს ხო $1,000,000-იანი კითხვა, არა? თეორიულად გეგმა ითვალისწინებს ამ პროცესის ეტაპობრივად განხორციელებას, სექტორ-სექტორად, რაიონ-რაიონად. სადაც ახალი პოლიცია, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა შევა რაიონში, მაშინ როცა ჰამასი ფაქტობრივად ან ტოვებს ტერიტორიას, ან თმობს კონტროლს, ან იარაღს. მაგრამ ღაზას მოსახლეობა ამ პერსპექტივით შეშინებულია. ეს ომის დროსაც ვნახეთ, სადაც ბანდიტები, მძარცველები, კლანები, მილიციები, რომლებიც ანადგურებდნენ ნებისმიერ სტაბილურობისა და კანონისა და წესრიგის ნიშნებს, ისრაელის საომარი მანქანისგან დამოუკიდებლად. ასე რომ ეს არის ნაწილი იმისა, თუ როგორ შეძლო ჰამასმა მოსახლეობასთან შეუძლებელი გარიგების დადება, რომ ან მიიღებთ ჩვენს ავტორიტარულ ფაშისტურ კონტროლს, გარკვეული წესრიგისა და კანონის სანაცვლოდ, ან რისკავთ სრულ ქაოსს და არავინ დაგიცავთ. ასე რომ ჰამასის ალტერნატივა, როგორც პოლიტიკურ დონეზე, იდეოლოგიურ დონეზე, ასევე საზოგადოებრივ დონეზე, მოუწევთ გათვალისწინება. ნამდვილი შიში, რომელიც ამ დაუცველ მოსახლეობასა და მშვიდობიან მოქალაქეებს აქვთ, კრიმინალური სტრუქტურების მიმართ. ჩემი შეშფოთება და ამასით დავასრულებ, ის არის, რომ შესაძლოა ჰამასის გარკვეული ელემენტები გახდნენ არაკონტროლირებადი და დამოუკიდებლად შექმნან ცალკე მოქმედი უჯრედები, რომლებიც არ მიყვებიან ამ გეგმას ბოლომდე. და ეს შეიძლება უამრავ პრობლემას წარმოშობდეს. კარგი, მეც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ჩვენთან შემოერთებისთვის. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო შენი მოსაზრების მოსმენა ამ საკითხზე. მე ვფიქრობ, ყველა იმედოვნებს, რომ ეს განიარაღება მართლაც განხორციელდება, მაგრამ მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ.